2003 წლიდან ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ კი საქართველოში აქტიური როლის თამაში დაიწყო. საქართველო ჩაერთო ევროკავშირთან ურთიერთობების უფრო კონკრეტულ და მიზანმიმართულ პოლიტიკაში, ანუ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში. სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება შევიდა. ევროკავშირი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. 2008 წლიდან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილეა. პროგრამის მთავარი ინიციატორი აგვისტოს ომის შემდეგ პოლონეთი და შვედეთი იყო. აღმოსავლეთ პარტნიორობა მნიშვნელოვანია ვაჭრობის კუთხით, იგი სხვა საკითხებთან ერთად ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო რეჟიმის გაფორმების შესაძლებლობებს იძლევა. დღეს საქართველო მოლაპარაკებების მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება. მოლაპარაკების დასაწყებად ევროკავშირი საქართველოს 4 საკვანძო წინაპირობას უწესებს. პირველი, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები. მეორე, სურსათის უვნებლობა. მესამე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მეოთხე, კონკურენციის პოლიტიკა. საღამოშვიდობის ეთერშია ტოქ-შოუ ევროპული არჩევანი. მე ამ გადაცემის წამყვანი ვახოსანაია ვარ. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის თემას: თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, სურსათის უვნებლობა, კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრება, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები. როდის დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე, რა შეასრულა და რა დარჩა გასაკეთებელი საქართველოს? განსხვავებული პოზიციები, დისკუსია და სტუმრები. პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, ქრისტიან დემოკრატების წევრი ნიკა ლალიაშვილი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის მიხეილ თავხელიძე. ეთერშია ევროპული არჩევანი. მივესალმები ჩვენ სტუმრებს, საღამოშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, ასევე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ვასილ ჭყოიძე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი თამარ ხუნწარია, ეკონომიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი რევაზ საყოვარიშვილი და ჟურნალისტი მარიკა თოიძე. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ კოალიცია ევროპული საქართველოსთვის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, საკპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ეგუტია და სურსათის უვნებლობის ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი დავით კობერიძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველი შეკითხვა მინდა დაუსვა ბატონ ვახტანგს. ბატონ ვახტანგ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, მოლაპარაკების დაწყებაზე ამ წუთას საუბარი, თქვენი ვარაუდით არსებობს თუ არა პერსპექტივა, რომ წელს დაიწყოს ეს მოლაპარაკებები? დიდი მადლობა შეკითხვისთვის, იმისთვის რომ მე მგონი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდეს ეს დისკუსია, კონტექსტი არის ალბათ წარმოსადგენი. 2009 წელს ევროკომისიამ მისცა საქართველოს რეკომენდაციები იმ სფეროებში, რომლებიც ასე ვთქვათ, დაფარული იქნება ამ წინაპირობებით, ამ წინაპირობების შესრულების შემდეგ და ამის დადებითი შეფასების საფუძველზე ევროკომისია გახსნიდა მოლაპარაკებებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აქ არის 4 საკვანძო სფერო, როგორც თქვენ აღნიშნეთ. საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევებში თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან დაწყებული აქვს წინაპირობების გარეშე. ჩვენ ასე ვთქვათ, აღმოჩნდით გარკვეულწილად ასეთ უნიკალურ მდგომარეობაში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ამ წინაპირობებს შეასრულებდა. ამ 2 წლის განმავლობაში ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის და დიალოგის საფუძველზე საქართველოს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ჩვენი შეფასებით წინაპირობები, რომლებიც დასმული იყო ევროკომისიის მიერ, შესრულებულია. თუმცა ველოდებით ამჟამად თვითონ ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას. ეს დროში არ არის დადგენილი პროცესი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ავართ უკვე იმ მომენტთან, როდესაც ევროკომისიამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ბატონ ვახტანგ, მე მაინტერესებს
ანუ რამდენად კარგად სრულდება თვითონ ეს პროცესი, რაც მოლაპარაკების დაწყებას უდევს საფუძვლად. იყო შეფასებები, რომ თუ კი შესრულდება, გარკვეულ ექსპერტთა მხრიდან, თუ კი შესრულდება ამ 4-ვე საკითხზე სრულყოფილად რეკომენდაცია, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ზედმეტად მკაცრია ამ შემთხვევაში ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები საქართველოსთვის. ნუ რომ ვეთანხმებოდეთ, მაშინ ესეთი გადაწყვეტილება ამ რეკომენდაციის შესრულების არ იქნებოდა პრინციპული გადაწყვეტილება მე ხაზი გავუსვი მიღებული იქნა საქართველოს თავრობის მიერ რეკომენდაციები შესრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ეფუძნებოდა შეფასებას როგორც სირთულეების, რომელიც ამ რეკომენდაციის შესრულებამ შეიძლება მოუტანოს, ასე ვთქვათ, სამეწარმეო გარემოს, მაგრამ ამავე დროს იმ პრივილეგიების და იმ უპირატესობების, რომელიც შეიქმნება საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შედეგად. როდესაც ეს, ასე ვთქვათ, ასპექტები აწონდაწონილი იქნა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საქართველოს ინტერესებშია ამ რეკომენდაციების შესრულება და შესაბამისად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება ევროკავშირთან. ის რომ ვთქვათ დროში არ არის ვთქვათ განსაზღვრული, ხო, კონკრეტულად როდის უნდა შესრულდეს, მაგრამ შეუძლია საქართველოს მთავრობას თქვას, მაინც რა პერიოდი სჭირდება ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ჩვენ ვთვლით, რომ რეკომენდაციები შესრულებულია, თუმცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ აფასებს ამ პროგრესს, აფასებს ევროკომისია. მეორე მხრივ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც გადასადგმელია და რაზეც შეუთანხმდით ევროკომისიას, ჩვენ არ ვჩერდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლით, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან საშინაო დავალება შესრულებულია. ასევე შემიძლია ვივარაუდო, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც ევროკომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გასაგები, ბატონიკა, თქვენთან მექნება შეკითხვა ამ 4 საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სურსათის უნებლობა, კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრება, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები. რამდენად კარგად ასრულებს საქართველოს ამ აღებულ ვალდებულებას? პირველ რიგში მინდა გამოხმოვრო იმასაც ბატონო როგორც დაიწყო, ესე იგი ძალიან საინტერესოა მართლა მთლიანად განვითარება როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის. თუ არ ვთქვი, ეს იყო უკვე აგვისტოს ომის შემდეგ შემოდგომა, როდესაც პირველად ჩამოვიდა აქ ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისია, მათ დაიწყეს შესწავლა ვითარების. რა თქმა უნდა, ნახეს, რომ ძალიან რთული მდგომარეობა, ბევრი მიმართულები და მე ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ გარკვეული წინაპირობები წაგვიყენეს მანამ სამ დაიწყებოდა რეალურად მოლაპარაკებები. ეს წინაპირობა მოიცავდა 4 ძირითად სფეროს, ეს ასეა. იყო იქ დამატებითი კიდევ სხვა სფეროები, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ეს არის შრომის კოდექსი, რომელიც არ იყო ჩვენთვის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდირებული იყო ევროკავშირის მიერ, რომ აქ უნდა მოუხდარიყო გარკვეული პროგრესი და რეფორმა და ცვლილებები. რაც შეეხება 4 დანარჩენ სფეროს, თვალსაჩინო ინტელექტუალური საკუთრების გარდა სამივე სფეროში გაკეთებული არის მიღწეული, ანუ თავარი მოთხოვნა შესრულებულია, ანუ ჩვენ თავრობამ შეიმუშავა სტრატეგიები. ამ მხრივ ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება არ უჩივის ინტელექტუალურ რესურსს. ბატონი ვატო ჩართული იყო ამ ამბავში და მე ვიცი, რომ ძალიან კარგი, შეიძლება ითქვას, რომ ხარისხიანი სტრატეგიები გვაქვს, მაგრამ მთელი უბედურება ჩვენი ქვეყნის სწორედ ეს არის, რომ ეს სტრატეგიები ეს მაგონებს ძალიან ვთქვათ იმავე სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. შესანიშნავი დოკუმენტია შემუშავებული, ძალიან ხარისხიანი ექსპერტებმა იმუშავეს კარგად ნამდვილად, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება ესე სტრატეგია და ფარატინა ფურცლად. მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ესე იგი ვთქვათ წინ მივიდოდა რაღაც პროგრესი გვაქვს სურსათის უნებლობაზე. გვაქვს პროგრესი ვთქვათ 2011 წლის 3 იანვრიდან იცით რომ დაიწყო უკვე არა მარტო ვთქვათ ევროკავშირში გასატანი პროდუქციაზე, მაგრამ ყველა პროდუქციაზე, მათ შორის მაღალი რისკის პროდუქტებზე, როგორც არის ხორცი და რძე, უკვე კონტროლი დაიწყო. მაგრამ ესე ძალიან ეფემერულია. ჯერ კიდევ კარგად არ არის გარკვეული როგორ დაიწყო, რა სტანდარტებით ხდება, როგორ ხდება ინტელექტუალურ საკუთრებაზე. საერთოდ არ არის მეგობრებო ლაპარაკი ისეთი მდგომარეობა და რაც თავარია მივედეკით იმ საკითხს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალურად იმის რომ ჩვენ მივიღოთ მართლაც ეს შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახური. ჩვენ ამ მხრივ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგრესი, თუნდაც იმ პერიოდთან შედარებით, სანამ თქვათ ვარდების რევოლუცია დაატყდა თავს ამ ქვეყანას. იმიტომ რომ მაშინ ავად თუ კარგად ეს სამსახური მუშაობდა, გასაგებია რომ მაშინ იყო მონოპოლიები,
მაგრამ დღეს ეს მონოპოლიები ლეგალურად არსებობენ. ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა სახე, ჩვენ გვაქვს მონოპოლიის, შეიძლება სუფთა სახით არ გვაქვს, მაგრამ შერეული სახით გვაქვს ოლიგოპოლიები, გვაქვს კარტელები, გვაქვს რამდენიმე კომპანია, რომელიც იყოფს ძალიან დიდ ბაზარს და აკონტროლებს ფასებს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მათი მთელი ეს ამ დიდი სიკეთის რამდენიმე კომპანიის ხელში მოქცევა არის სანქცირებული რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ. ანუ ეს როცა ჩვენ სვავთ შეკითხვას ეს ყველაფერი რაზეც ვთქვათ იწვალა ბატონო მისმა სამსახურებმა ექსპერტებმა კი ჩვენ გეგმა კარგი მაგრამ არ ჩვენ გარეთ უსვებთ ტერს თვალს და შიგნით უსვებთ თვალს მოყარეს და როცა ის შეკითხვა არის თუ არა ეს ევროპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი იმიტომ რომ მაშინაც კი თუ ჩვენ მივიღებთ მაგალითად თეორიულად თქვა დავუშვათ და მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ საქმეს მაგრამ თქვა მივიღებთ მართლაც ეს შეთანხმება როგორ გონია თქვენ რომელიმე რუმინულმა თქვა კომპანიამ ან იტალიურმა კომპანიამ რომ გადაწყვეტას რომ საქართველოს შემოიტანოს ფქვილი შემოიტანს დღეს არსებული ვითარებით გამორიცხულია რომ ვინმე საქართველოს შემოიტანოს ფქვილი რომ ეს არის მონოპოლი. გასაგებია. საწოლს შემოიტანს ვერ შემოიტანს. ისე რომ მოდით შემოკარგებლით, ნახოთ, შევხედოთ რეალურად რა ხდება. გვაქვს მართლაც ხარისხიანი დოკუმენტი, მაგრამ მე არ ამგონია რომ როცა ჩამოვა ისევი ჯგუფი და ამ ყველაფერს ნახავს, ამ დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ბატონო მიხეილ, ეთანხმებით რომ გვაქვს კარგი დოკუმენტები, მაგრამ პრობლემებია სერიოზული აღსრულებაში. სანამ ბატონო მიხეილ გიბროს ერთ დაზუსტებას გავაკეთებ. არ მინდა რომ მაყურებელს თავეჭდება დარჩეს რომ ეს წინაპირობები გამოგონილი იქნა საქართველოსთვის კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე. ამაზე ბატონახთან კიდევ მეტდება მე შეკითხვა პირობას გადადებ. გავასრულებ წინაპირობები აქვს ყველა ქვეყანას ვინც ამ აღმოსავლეთის პარტნიორობაშია მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანს. ისე რომ ეს არა გამომდინარეობს ამაზე ვისაუბრებთ რაც შეეხება აღმოსავლეთის პარტნიორობას, მაგრამ სამხრეთის მიმართულებით თქვათ ლიბიასთან სრულიად პირობების გარეშე დაიწყო მოლაპარაკებები. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ბატონ მიხეილ, ეთანხმებით თუ არა იმას, რასაც ამბობს ბატონ ნიკა? სამწუხაროდ არა. და ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა, აი მთავრობასთან, რომელსაც ბატონი ვახტანგი წარმოადგენს. ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობა ძალიან ზედმიწევნით ასრულებს ამ რეკომენდაციებს. რომლებიც რეალურად არის პირდაპირ მოთხოვნა თან გაუგებარი მიზანიერი ბოლოში, ანუ რას უნდა ისე მოლაპარაკებების გახსნაზეა ლაპარაკი, და არა ამ შეთანხმების მიღწევაზე, ხო? ამ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ კიდე რას მოგთხოვენ, არავინ არ იცის. ხო, ბატონ ნიკასაც არ დავეთანხმები იმაში, რომ ეს ამ რეკომენდაციების თუ მოთხოვნების შესრულება კარდინალურად შეცვლის სიტუაციას. შემოდის ბატონო იტალიური საწვავი საქართველოში და არც არაფერი. არა და საწვავით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული სფერო არის იგივე ევროკავშირში. შემდეგ კიდევ ერთი რაღაცაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. მე მგონი მცდარია შეხედულება რომ თუ ჩვენ რომ ევროპული არჩევანის არსი არის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ან ბრიუსელის ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა საქართველოში. ევროპული არჩევანი ამაზე უფრო დიდია და შეიძლება იყო მოდით პირდაპირ ვთქვათ არასოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, არასოციალისტური სახელმწიფო და ამ დროს იყო სავსებით ევროპული, ხო? მაგალითად გარკვეულწილად ესეთი არის მაგალითად დანია ან თქვა შრომის კოდექსში ან ინგლისი არის სხვადასხვა კვების პროდუქტების უსაფრთხოების რეგულაციებში და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ჩვენ რაღაც ჩიხში სავით ვართ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ის რომ შევასრულოთ, რასაც გთხოვს ევროპა, მაგალითად ინტელექტუალური საკუთრება, ეს ნიშნავს რა, რომ ყველა კომპიუტერზე უნდა იყოს ნაყიდი Windows-ი მაგალითად, ან თუ სხვა რამე უყენია. კი ბატონო, სწორია, ალბათ არ უნდა მოიპარო პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ მაგას ხომ გაკონტროლება უნდა. გაკონტროლებას უნდა სახელმწიფო აპარატი. სახელმწიფო აპარატის ქონა ფული ღირს. ანუ ფული არ გვაქვს. ამ ხელშეკრულებით შეიძლება უფრო მეტი თანხა დაგვეხარჯოს, ვიდრე მივიღოთ ამას. მე გეტყვით, აი თქვენ რომ ახსენეთ გამოკვლევა, იქ ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი წევრი იყო, მისი ავტორი. და დაითვალეს, რომ დაახლოებით რამოდენიმე წლის განმავლობაში სოციალური ხარჯების, მხოლოდ სოციალური ხარჯების გაზრდას, აი ამ მოთხოვნების სრული შესრულება გამოიწვევს 700 მილიონით. ეს ნიშნავს მათ გაორმაგებას ფაქტიურად. და ჩვენ ისედაც დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს. და ეს ფული საიდან უნდა ავიღოთ, არ ვიცით. ეხლა
ამაზე არგუმენტი როგორც წესი მე რაც მესმის არის რომ მაგალითად ესტონეთმა გააკეთა და რა ამერე არაფერი ხო მაგრამ ესტონეთს ამის გაკეთებაში ფული მიცეს ის 2 მილიარდი რომელიც აი ამ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია დაუჯდა ესტონეთს თვითონ ევროკავშირმავე გადაუხადა სპეციალური ფონდებიდან რომელთა კი ბატონო ჩვენ ხელი არ მიგვიწევს გასაგებია ბატონ გიორგის მინდა ვკითხო ბატონ გიორგი რამდენად არის ქართული ბიზნესი ამ პროცესში ჩართული და რას მისცემს ამ მოლაპარაკებების დაწყება ქართულ ბიზნესს აი 700 მილიონი ახსენა ბატონმა მიხეილმა თქვა რომ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას მოგესალმებით მე მგონი მაპატიეთ ეს ბიზნესისთვის ცალკე კიდე ხარჯი იქნება კიდევ ხარჯი ეს სახელმწიფო ხარჯები თქვა 700 მილიონი თორე ბიზნეს თავისი ხარჯები ექნება იმ სერტიფიკაციისთვის, ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის, იგივე პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვაში და არ ვიცი, ბევრი რაღაცას და ბატონ გიორგი ჩემი აზრით ბიზნესმა ჯერ კიდევ ბოლომდე ის არსებული პოტენციალიც არ გამოიყენა, რაც ევროკავშირთან მიმართებაში არსებობდა, თუმცა იგივე პრეფერენციების სისტემა და ბევრი ამდაგვარი. ნუ აქ ბევრი მომენტია ტექნიკურის გარდა, მენტალური მომენტიც არის და ნუ ამ შემთხვევაში ბიზნესმა თუ რაიმეს მიაღწია, ისიც ალბათ უფრო ჩემი აზრით სუბიექტური გარემოებების გამო, თქვა ჩაკეტილი არის მათთვის ტრადიციული ბაზრები და ამან შესაბამისად გარკვეულწილად შედარებით ბიზნესი აიზულა, რომ დივერსიფიცირებული იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პრეფერენციები ბოლომდე გამოყენებული არ არის. არც ევროპასთან და არც სხვა ქვეყნებთან. ეხლა დანარჩენ ვალდებულებებს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე ყოველ შემთხვევაში დიდად ასე ვთქვათ კონტროლის მოყვარული ადამიანი ამგვარი სისტემის ჩამოყალიბების ნამდვილად არა ვარ, იმით უმეტეს რაც ბატონმა მიხეილმა ბრძანა სხვა დამატებითი ხარჯები ბიზნესისთვის, მაგრამ როცა არსებობს მაინც ფაქტიური ამგვარი შედეგები ბიზნესისთვის, როგორიც არის კარტელთან, ფასნამატთან ან რაღაცა ამ თემასთან მიმართებაში ხდება სხვადასხვა უწყებების მიერ თუნდაც კონკრეტული რეაგირებები ბიზნესთან მიმართებაში და ამ უწყებას თქვათ დღეს არ ქვია ანტიმონოპოლიური სამსახური. მე მგონი უბრალოდ ჯობს რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამაზე არის ჩვენი მხრიდან საუბარი. იმ შემთხვევაში თუ ანტიმონოპოლიური სამსახური შეიქმნება და ესეთი რამ იქნება და კანონი ინიცირებულია და რამდენადაც მე ვიცი უკვე პარლამენტში ამაზე კენჭისყრები და რაღაც არ ვიცი მოპატიეთ ზუსტად პროცედურები რა მიმდინარეობს. მე ამ შემთხვევაში ყოველთვის კონკრეტულად მაინც ესეთ გადაწყვეტილებას ვემხრობი, რომ თუ ბიზნესმენს მაინც მოსთხოვენ ლეგალურად პასუხს და კიდევ ერთხელ როცა საქმე გვაქვს კარტელებთან, ოლიგოპოლიებთან ან მონოპოლიებთან, ეს თემა არის გამოძიების საქმე. მე ეჭვმეპარება, რომ დღეს ქვეყანაში არსებულმა ხელისუფლებამ და ეს სწორია დამატებითი საგამოძიებო ორგანო შექმნას. მაგრამ როცა ყველაფერი მაინც საგამოძიებო სტრუქტურებში უნდა წავიდეს, ხარ ჯობს რომ რაღაცა პირდაპირ წიაღში შეიქმნას თუ რაღაცა მაინც არეაგირებო. სარეაგირებო რა? მაგალითად იგივე ბატონმა ნიკამ რას თქვა რამდენიმე პროდუქტთან მიმართებაში შესაძლო მონოპოლიურ, ოლიგოპოლიურ ან კარტელურ შეთანხმებებს. ნუ მე ამ შემთხვევაში ცოტა სხვა ინფორმაცია მაქვს იგივე ფქვილთან და სხვა თემებთან მიმართებაში. სულ რაღაც რამდენიმე თვის თემა არის, ბატონმა ვახტანგმა შეიძლება იცის უმსხვილესი ნახევრად სახელმწიფო აზერბაიჯანული კარმენის შემოსვლა ბაზარზე ფქვილთან მიმართებაში, რამაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული ნეგატივი და დაძაბვა გამოიწვია ქართველ მწარმოებლებში და იმპორტიორებში, რამაც 2-3 თვის წინ, არა, მოპატიეთ, 3-4 თვის წინ შექმნა რა, რომ ძალიან დიდმა, ასე ვთქვათ, ამ პროფილის მეწარმეებმა შექმნეს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება, რითაც ფაქტიურად მათ მოუწიათ ფოჩი ტერმინალის შეძენაც, დაქირავება, 2 უმსხვილესი წისქვილი კომბინატის შეძენა, რომ დაპირისპირებოდნენ ამ ულიმიტო შესაძლებლობების ძალას, რომელიც რეალურად შემოვიდა ბაზარზე. იგივე ხდება პრინციპში ძალიან ბევრ სხვა პროდუქტებთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში მე რისი თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ რაიმეს ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ და ამით უბრალოდ პრობლემას არ გადავადოვადებთ, ან დავიყენებთ რაღაცა შედეგს, რაც შეიძლება სწრაფად და ეს ჩვენთვის ნაკლებად საზიანო იქნება და არ ჩავიწერთ უბრალოდ დამსახურებულ თანხმობას და შექებას. ამ შემთხვევაში თუნდაც ევროპის მხრიდან ჩემი აზრით ეს გაცილებით უკეთესი და შედეგის მომტანი იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მონოპოლიის პრობლემა არის დაკავშირებული კონკრეტულ ადამიანებთან. კონკრეტული ადამიანები ქმნიან მონოპოლიებს და ეს ყველა შემთხვევაში ხდება გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის ან ლობიზმის უმაღლესი დონის გამოყენებით. მაინც მივალთ კონკრეტულ პირებამდე, რომელთანაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი. და დღეს არსებობს ნება, რომ ეს დომინანტური სისტემა მოიშალოს. დღეს დომინანტურ სისტემასთან მიმართებაში 1 წლის წინ თუ არ ვიცი, თორსტები მაშინ ჯანდაცვის მინისტრი ბატონი კვიტაშვილი გახდათ, რომელმაც საკპატენტთან მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რამაც ზრა უყო
შემდგომი კიდე საკანონმდებლო ინიციატივების გარდა იმ ასე ვთქვათ თავისუფალ ფასებს, რაც შედარებით შეიქმნა სხვადასხვა მედიკამენტთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ბროცა ნება არის და მაინც ადამიანებამდე დადის, ხა რა მნიშვნელობა აქვს ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობს, ადამიანი დამნაშავეა, შექმნა კარტელური გარიგებები იმის გამო, რომ პატარა ქვეყანაა და საშიშროება ამგვარი შეთანხმებების დიდია, ის მას თუ მაინც დაიბარებენ პროკურატურაში, ხა ბოდიშვიხტი, ყველაფერში ამერიკის მაგალითი მოყავს და რაღა ანტიმონოპოლიურთან მიმართებაში გავჭედეთ. როცა იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმსხვილესი დანაყოფი, რომელიც აზანზარებს სოფლიოს და სასწაულებს შვება, მან უმთავრესი ანტიმონოპოლიური, ასე ვთქვათ, მიმართულება. თუ მაინც ბიზნესს მოსთხოვენ პასუხს, ანუ კონკრეტულ პიროვნებებს, ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური ჯაჭვის შექმნის გამო. მაშინ მოსთხოვოს იმან, ვისაც ამას ეგების. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაკაც შესაძლებელია რაღაცა გასაგებია. ქალბატონ თამარ, თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ წარმოადგენთ ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს და რა პოზიცია აქვს თქვენს ორგანიზაციას გითხარით. დიახ. არის საუბარი იმაზე, რომ ზედმეტად კაცრი შეიძლება იყოს ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს, ეთანხმებით თუ არა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ამას გარკვეული, ასე ვთქვათ, გავლენა ბიზნესი ამას ექნება და ზოგადად ბიზნეს მოუწევს ახალ ბიზნეს გარემოსთან შეგუება, ბუნებრივია ამ ახალი ხელშეკრულების მიღების შედეგად. თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების მიღება და უბრალოდ მოლაპარაკებების დაწყება ამ ხელშეკრულების გარშემო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დროულად, იმიტომ რომ იგი მიგვაჩნია, რომ იგი გარკვეულ სტიმულს მისცემს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს იმისთვის, რომ ის რეფორმები, რაზეც აქ იყო საუბარი, რაც გარკვეულწილად უკვე დაწყებულია, უნდა მივიდეს ბოლომდე და ამისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეფორმების გაგრძელებას და მის ბოლომდე მიყვანას დასრულებას. ხა რაც შეეხება თვითონ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას, სავაჭრო ხელშეკრულებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ქვეყანა სარგებლობს GSP+-ით, ამ სქემის ფარგლებში ქვეყნიდან ამჟამად ევროკავშირში მოხსნილი არის საიმპორტო დაბეგრვა დაახლოებით 7200 დასახელების პროდუქტზე, მაგრამ აი ამ სქემას, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული არსებითი გავლენა ექსპორტის მოცულობის ზრდაზე ევროკავშირში სამწუხაროდ არ მოუხდენია და არსებობს მიზეზი ამისა, რატომ ხდება ეს ასე, იმიტომ რომ ევროკავშირის ბაზარი არის საკმაოდ რთული და რეგულირებადი ბაზარი. იქ არის არა მხოლოდ სატარიფო ბარიერებზე საუბარი, არის არასატარიფო ბარიერებზეც საუბარი, რომელიც ბევრად უფრო რთულად გადასალახავია. ეს არის ამისი მაგალითებია, მაგალითად მთელი რიგი მოთხოვნები დაუშვათ სანიტარულ, ფიტოსანიტარულ ნორმებთან დაახლოებაზე, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ასე შემდეგ. ანუ საუბარი არის საკანონმდებლო და სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს ქვეყანაში. გასაგებია. გადავალთ ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე. მე მინდა მნიშვნელობაზე გავამახვილო, მოკლედ ვისაუბროთ. კი ბატონო, ანუ ამის თქმა მინდა და დავასრულებ, რომ ამ ხელშეკრულებას აქვს ის მნიშვნელობა, რომ ხდება ქვეყნის კანონმდებლობის და სტრუქტურების უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირთან. შესაბამისად, არასატარიფო ბარიერების გადალახვაც ამის შემდეგ უფრო ადვილია. ბუნებრივი არასატარიფო ბარიერების გადალახვის გარეშე ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ვერ შედგება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ჩვენ ვისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ ვასილ, თქვენ მინდა კითხოთ, თქვენი აზრით, რატომ გაჩნდა ეს წინაპირობები ევროკავშირის მხრით? მე დავეთანხმები ერთ-ერთ გამოსვლება ახსენა, თორსე ბატონმა ვახტანგმა ახსენა, რომ ეს საქართველოსთვის არ მოუგონიათ ეს წინაპირობები და ეს თქვათ ეტაპები, რომელიც აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად და საერთოდ ევროკავშირის შიდა ბაზარზე ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქციის დასაშვებად. რა თქმა უნდა, თავდაპირველად დგას სატარიფო ბარიერების საკითხი, მაგრამ მოგვიანებით უკვე წინა პლანზე გამოდის იგივე პროდუქციის ხარისხი, თქვათ თუ ეს კვების პროდუქციას ეხება, თქვათ უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის თქვათ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების საკითხი და თვითონ სტრატეგიებში, არ ვიცი, შეიძლება გაუგებრობა და მე სწორად ვერ გავიგე, მაგრამ იქ ჩანს თუ არ ვცდები, მე გადავიკითხე აი მორი დღის წინ ეს სტრატეგიები, იქ არის რომ რაღაც გარკვეულ კონტექსტში ჩვენ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გავიღოთ, ქართულმა მხარემ უნდა გაიღოს გარკვეული
გარკვეული ფინანსური თუ სხვა ტიპის სახსრები, ევროკომისიაც მონაწილეობს თანადაფინანსების პრინციპით გარკვეული თქვათ იგივე ლაბორატორიების ქსელის შექმნაში და რაღაც გარკვეული ინსტიტუციონალური რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში და მათ ფორმირებაში. ისე რომ ეს არის პროცესი, რომელსაც საქართველოს ახორციელებს, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალისხმევის და დანახარჯების ფასად, მაგრამ ამავე დროს ის იღებს ევროკომისიიდან გარკვეულ დახმარებას. მე ხა სამწუხაროდ ზუსტად ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეს ამოვიკითხე თვითონ სტრატეგიის ტექსტში. მე ხა კონკურენტულ კანონმდებლობას რაც შეეხება, აქ პრინციპში ჩვენთვის აი ამ ნორმების გადმოტანა იმდენად გავლენას არ მოახდენს თვითონ საქართველოს შიდა ბაზარზე, ვინაიდან აქ რეალურად ეს ანტიმონოპოლიური ღონისძიებები შეეხება ძირითადად მსხვილ საწარმოებს. საქართველოში სადღაც იგივე სტრატეგიას დავესესხები სტრატეგიიდან ამოღებულ ციფრებს, სადღაც 96-98%-მდე მცირე და საშუალო ბიზნესი დომინირებს, ისე რომ ამ შემთხვევაში ეს საფრთხე ჯერჯერობით საქართველოს ცალკეული შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ მასშტაბურად რაღაც მონოპოლიების წარმოქმნის არ ემუქრება. ამდენად ამ ნორმების გადმოტანა ეს უბრალოდ შექმნის კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ თქვათ იგივე მეტი ნდობით მოეკიდონ ევროპის და ევროკავშირის ინვესტორები ქართულ ბაზარზე. დასაგებია. მე მინდა ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს დაუსვა შეკითხვა. ბატონ ზურაბ, თქვენ წარმოადგენთ კოალიცია ევროპულ საქართველოსთვის, რატომ გეჩვენებათ, რომ არის ზედმეტად კაცრი საქართველოს მიმართ ეს წინაპირობები, რომელიც წამოაყენა ევროკავშირი? ხო, მე ვიტყოდი მეჩვენება რომ ზედმეტად კაცრი, უბრალოდ გონია რომ ჩვენ პრობლემას არ ვეძებთ იქ სადაც უნდა ვეძებდეთ. მე არ მგონია რომ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყება ან თუნდაც ამ ხელშეკრულების გაფორმება იყოს სუფთა ესეთი ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი და მგონი არც არავის არ გონია ეს მათ შორის არც ხელისუფლებაში. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას ეს პროცესიც აჩვენებს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობს, თუნდაც იგივე ის პირობები, რომელიც 2009 წელს დააყენეს, მანამდე თვითონ შემდეგ შეიცვალა და გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულიყო შემდეგ ეტაპზე გადმოიწია და ეხლა გახდა წინაპირობები, ანუ გთხოვენ წინასწარ რაღაცების დაკმაყოფილებას. ეს არის პოლიტიკური საკითხი და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის შეგვიძლია ვთქვათ ზოგადად ან ევროკავშირის გარკვეული წევრი ქვეყნები არ არიან მზად იმისათვის, რომ საქართველოსთან ქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობა. ისინი არიან ამის წინააღმდეგი, შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც იგივე ნატოს მაგალითი, ნატოსთან რაღაც ბუხარესტის სამეძე რაც მოხდა და იმისათვის, რომ ეს რაღაცნაირად გააფრთხილოს, ისინი ხო ღიად ამას თვალსაჩინო ვერ იტყვია, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, გვიქმნიან რაღაც ბარიერებს, ანუ აყენებენ რაღაცა მოთხოვნებს და თუ რაღაც მოთხოვნებს შეასრულებ, კიდე დაგეყენებენ რაღაც მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში იქნება სიტუაცია, როდესაც ისინი გთხოვენ, რომ შემოვიღოთ რაღაცა საკმაოდ უაზრო, მათ შორის ბევრი რაღაცა რეგულაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. შეგიძლიათ დაგვისახელოთ, აი რას გულისხმობთ, თქვათ, უაზრო რეგულაციები. 4 საკითხი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ გადაცემის დაწყისში, 4-ვე ჩემის აზრით არის აბსოლუტურად უაზრო მოთხოვნა, 4-ვე ექნება ძალიან ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენ ხო უნდა რა გვინდა ეს ხელშეკრულება? ეს ხელშეკრულება ხო არ არის თავისთავად პანაცეა თვითმიზანი ხო არა, მაგრამ ეს გვინდა ექსპორტზე გავიტანოთ, ექსპორტზე გავიტანოთ. სურსათის ხელშეკრულება გვინდა იმისთვის, რომ გვინდა გავიდეთ გასვლა რაღაც 450 მილიონიან ბაზარზე, ხო, რომელსაც წარმოადგენს ევროკავშირი. მაგრამ არ შეესაბამება აქედან გატანილი სურსათი პირობებს ევროკავშირიდან. ხო, ის არ კითხვა ხო სინამდვილეში იმაზე, რა უნდა გავიტანოთ ჩვენ ეს ბაზარი გვინდა იმისთვის, რომ რაღაცა პროდუქცია შევქმნათ და გავიტანოთ, მაგრამ ეს პროდუქცია რო შევქმნათ, ჩვენ ამისთვის ჭირდება კაპიტალი. ჩვენ ამ პროდუქციას ჩვენ ვერ ავაწყობთ აქ ნოუთბუქს, ვერ ავაწყობთ ფოტოაპარატს და ვერ ავაწყობთ ტელევიზორს. ვიღაცამ უნდა შემოიტანოს აქ კაპიტალი და ევროკავშირის ქვეყნებში გადის თქვა თხილი, ხო? ხო, ეს ხომ უნდა არა, ელემენტარული მაგალითი. თხილზე და ვაჟზე ხო აქ საუბარი არის იმაზე, რომ აქ შემოვიდეს კაპიტალი, რომელიც აქ ააწყობს რაღაცა პროდუქციას, რომელიც აწყობას ჩვენ არ ვიცით და ჩვენი თუ ვერ ვისწავლით და ეს პროდუქცია უნდა გავიდეს მე ევროკავშირში და გაიყიდოს. ხო, ეს გვინდა ჩვენ საბოლოო ჯამში. ჩვენ თუ ამ ბაზარს იმდენად რეგულაციებით დავახრჩობთ, რომ აქ რაღაცის წარმოება გახდება იგივე ფასი, რაც თქვა ევროკავშირი აწარმოა, აქ არამ ფულს არ შემოიტანს და ვერ გაიგეთ. ანუ ვიღაცა ადამიანი, რომელიც რაღაცას აწყობს დღეს სიტყვაზე, რაღაც მალაიზიაში სადღაც და შეაქვს ის ევროკავშირში, იმან უნდა დათვალოს და ნახოს, რომ საქართველოში ამის წარმოება ჯდება უფრო იაფი, მუშახელი არის იაფი, ნაკლები რეგულაციებია, თვითღირებულია პროდუქციის უჯდება უფრო იაფი, ტრანსპორტირება უფრო იაფი უჯდება და შეუძლია აქ ააწყოს, ანუ იქ რაღაც კაპიტალი უნდა მოაკლოს, ჩადოს აქ, გააკეთოს რაღაცა და აქედან გაიტანოს. ეს არის ისაც ჩვენ გვინდა, თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკა რომ გაიზარდოს. რეზო, ეთანხმებით თუ არა იმას, რასაც ამბობს ბატონი ზურაბი, თქვათ რომ ზედმეტად კაცრია ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს და ხშირ შემთხვევაში უაზროც მე ვციტირებ ბატონი ზურაბის ნაკ. არ ვიცი, მე რამდენად კონკრეტულად ბატონ ზურაბს უნდა უპასუხო, უბრალოდ მე მინდა ხაზი გავუსვათ იმას და დავინახოთ ყველამ, რომ რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, ძალიან ბევრი რამ არ არის ასე გამოყოფილად ევროკავშირის მოთხოვნა. ის რომ საქართველოში მონოპოლიური
მაგალითად საქმიანობა აკრძალულია, ეს წერია საქართველოს ძირითად კანონში, კონსტიტუციაში. ამას არც ანტიმონოპოლიური სამსახური შექმნა ჭირდება არსებითად და არც ადმინისტრაციულ კოდექსში განსაკუთრებული ჩანაწერის გაკეთება. ეს ქვეყნის ძირითად კანონში დევს. მე ისე შესაბამისად გიორგის ნათქვამს უბრუნდები. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ძალიან ბევრი რამე მოდის ამასთან შესაბამისობაში. თუ არ არსებობს, ეს ხდება ამ შემთხვევაში პრობლემა. მეორე მხრივ, როდესაც ლაპარაკია ევროპული რეგულაციების სიმკაცრეზე, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. შეგვიძლია ჩვენ ვათქმევიო თუ არის ევროპას ამ რეგულაციებზე. თუ გვინდა ევროკავშირთან ინფორმაციური ურთიერთობა, რასაც ისინი გვთავაზობენ, უბრალოდ სადოთ მასთან შესაბამისობაში მოსვლა. ეს არის მგონი უფრო მეტად არსებითი პრობლემა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი თანმიმდევრულობა საკუთარ პოზიციებში, იგივე ეკონომიკურ პოლიტიკაში, იგივე ამ სტრატეგიებში, რაც ბატონმა ვახტანგმა ახსენა, სხვადასხვა იგივე კონკურენციის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მთავრობამ შარშან დეკემბრის ბოლოს მიიღო, საკმაოდ თვითკრიტიკული დოკუმენტია, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი, სად არის პრობლემები, იგივე კანონმდებლობაში, იგივე ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით, ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც პროცესია, არსებითად ისე განგრძობითი პროცესი, რომელიც რასაკვირველია დროში იწელება, ჩვენთვის არასასურველი მოცულობით იწელება, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ეს აუცილებლად გასავლელი პროცესია. გასაგებია, მარიკას მინდა ვკითხო, შეკითხვა ალბათ უკვე ესე უნდა დავსვა, რამდენად აძლევს ხელს საქართველოს საერთოდ ამ ხელშეკრულების გაფორმება და უпроსტად მოლაპარაკებების დაწყება ჯერ გაფორმება კიდე შორი გზა და შემდეგ ბატონასის რაღაც დამატებას. მოდი ესე ვთქვათ, რომ უახლოესი 2-5 წელი ჩვენ ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე და არაფერი უფრო წინ არ წავა. ამ დროს თუ ბიზნესი გამოიყენებს, რომ საკუთარი სტრუქტურა აწყოს, მოემზადოს, მობილიზებული იყოს და არ დახვდეს ამ პროცესს მოუმზადებელი. ეს პუნქტი 1. იმიტომ რომ იგივე ამ GSP პლუსთან დაკავშირებით არის პრობლემა, ბიზნესი ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ იყენებს. და ამაში დამნაშავე, რაც არ უნდა ვეძებოთ, 5 წლის მერე შეიძლება იგივე ვითარება იყოს. ეგ ერთი და რატომ ვერ იყენებს? იმიტომ რომ არა აქვს საკმარისი რესურსი, არა აქვს საკმარისი ძალა, რომ ეს თავისი შესაძლებლობები გაიაზროს, ბიზნესი გადააწყოს ისე, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს იმ სტანდარტებთან და შეძლოს თავისი პროდუქციის გატანა აი ამ არასატარიფო ბარიერების გამო, თუნდაც რასაც ქალბატონი თამარი ლაპარაკობდა. ეს ერთი თემა, იგივე ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ეს პრეფერენციები გამოვიყენეთ ჩვენ, თუ უფრო მეტი ვალდებულება შევასრულეთ, კაია რომ გავაკეთეთ, გვაქვს რუსეთთან თქვათ გარკვეული პირობა, შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა ესეც მე მგონი დღეს წესრიგიდან მოიხსნა გარკვეული ვეტოს უფლების გამოყენებაც და დღეს რა რეალობა გვაქვს? ბიზნესმა შეძლო ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც ვეტო აძლევს. რამდენად მზად არის, რამდენად ინფორმირებულია დღეს ბიზნესი, ზუსტად ის საშუალო ბიზნესი, რომელზეც ქვეყანა უნდა იდგეს და რამდენად შეძლებს აი ამ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. თორე ის რომ ჩვენ ევროკავშირისკენ უნდა ვიაროთ, ის რომ საქართველოში მონოპოლიები არ უნდა იყოს და ეს ერთადერთი გზა არის დღეს თუ არა ხვალ და ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ეს რომ ვიღაცამ უნდა გააკეთოს და ეს პირველ რიგში პოლიტიკური არჩევანის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ბიზნესმა ფეხი უნდა აუბას, უფრო მეტი იშრომოს, უფრო მეტი განათლებული ადამიანი უნდა იყოს ამ კომპანიებში და უფრო მეტად სხვანაირად მოაზროვნ. თვითონ ბიზნესის სტრუქტურაც ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ ის მენტალიტეტი, რითიც ბიზნესი კეთდებოდა, ბუღალტერიას რა მეთოდითაც აწარმოებდნენ, რა სტანდარტის პროდუქციასაც ქმნიდნენ. აი ის რაც ჩვენთან მომსახურების სფეროშია. როგორც წარმოგიდგენიათ, რამე კანონი, რაც არ უნდა ჰარმონიზებული იყოს, სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება, შეძლებს ჩვენ გავხდეთ თანაბარუფლებიანი კონკურენტული პროდუქციის მწარმოებლები, რომ ჩვენ სრულფასოვნად შევძლოთ ჩვენი პირობებით შეცვლილ ბაზარზე. გასაგებია, ბატონს რაღაც დამატება, შემდეგ ქალბატონ თამარ, თქვენც ძალიან მოკლედ, რაც შეიძლება და შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ. კონკურენციის კანონთან დაკავშირებით მინდა დამატება, რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული კანონმდებლობა ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ მთავარი რა არის ამ შემთხვევაში მონოპოლია და მონოპოლიური საქმიანობა თუ ეს არ განისაზღვრა სამართლებრივად, დარჩება მხოლოდ ზნეობრივ კატეგორიად. ამდენად იგივე დეფინიცია თუ რას ნიშნავს მონოპოლიური საქმიანობა, რა ტიპის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს მონოპოლიურ საქმიანობად, რომელ სფეროში რა ტიპის ქმედება შეიძლება გამონაკლისი იყოს და არ ჩაითვალოს. აი ეს ყველაფერი თუ არ განისაზღვრა, ბუნებრივია ჩვენ ვერ მივიღებთ სრულყოფილ ანტიმონოპოლიურ ვერც ინსტიტუტს, რომელსაც არ ექნება სახელმძღვანელო თუ რა შემთხვევაში უნდა იმოქმედოს და არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ აი თვითონ ინსტიტუციონალურ დატვირთვაზე იყო საუბარი შენიშვნები, რომ ამ შემთხვევაში ეს ანტიმონოპოლიური სამსახური თუ სტრუქტურები მხოლოდ მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლო გადაწყვეტილებას, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებენ, მათ უფლება აქვთ მხოლოდ გამოიკვლევენ გარკვეული საქმიანობა და შემდეგ მიმართონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ ეს ტვირთი მათ არ ეკისრებათ და შესაბამისად ამ კუთხითაც გარკვეულად დაზღვეული ვართ, რომ რაღაც
გასაგებია. თამარ, მოკლედ შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და შემდეგ ბატონ ვახტანგ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ გაჟღერდა უკვე ის რისი თქმაც მინდოდა, იმის შესახებ რომ ბიზნესი არ არის ინფორმირებული ბოლომდე და ვერ იყერებს ბოლომდე GSP Plus-ით მინიჭებულ პრეფერენციებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წეღანაც ვახსენე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ არის ის რომ GSP Plus-ი ხსნის მხოლოდ სატარიფო ბარიერებს და აქ არის სხვა ბარიერებზეც საუბარი, ეს ერთი. რაც შეეხება ინფორმირებულობას, ბიზნესის ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე მინდა თქვათ კომენტარი გავაკეთოთ, უგნებავთ ცალკე შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. ბიზნესი უნდა იყოს დიალოგის პროცესში ჩართული, აუცილებლად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ უნდა მონაწილეობდეს დიალოგში, უნდა ქონდეს ინფორმაცია, ინფორმირებულობა ბიზნესის, ეს არის როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის, ასევე ჩვენი, მე პირადად წარმოვადგენ ბიზნეს ასოციაციას და ჩვენი ტიპის ორგანიზაციების საზრუნავი უნდა იყოს. მე შემიძლია გითხრათ მოკლედ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ჩვენ მუშაობთ პუბლიკაციებზე, რომლებიც ბიზნესს უხსნის ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებს, მთელ რიგ კომპლექსურ საკითხებს, რაც საკმაოდ რთულად აღსაქმელია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასევე ვატარებთ სემინარებს ძალიან რეგულარულად და მინდა გითხრათ, რომ ბოლოს ესეთი სემინარი ჩატარდა მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში ორგანული პროდუქტების ექსპორტის თემაზე. ამ თემაზე ჩვენ გამოვეცით პუბლიკაცია მარტის თვეში. გასულ კვირას ჩატარდა სემინარი გერმანულ სახლში და ამ სემინარმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, ისევე როგორც სხვა სემინარებმა. დაახლოებით 80-მდე მონაწილე გვყავდა და ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი დაინტერესება არის ბიზნესის მხრიდან ექსპორტ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით. შესაბამისად ეს ხელშეკრულებას აი აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, არის მნიშვნელოვანი, ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა. ახლა რეკლამა ბატონ მიხეილ, რეკლამაზე გავალ და შემდეგ მოგცემთ. სულ რამდენიმე წუთით იქნება რეკლამა, შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ყველას მოგეცემათ საშუალება გამოთქვა თქვენი პოზიცია. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უყურებთ გადაცემა ევროპულ არჩევანს, ჩვენ საუბრობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ბატონ ვახტანგ, ბატონ მიხეილ, კარგით. თქვით თქვენი პოზიცია და შემდეგ ბატონ ვახტანგს მივცემთ საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, შეაჯამოს ის, რაც გამოითქვა. მე კოლეგებს მოусმინე და უბრალოდ დავწმუნდი იმაში, რომ ალბათ მართალი ვარ, რასაც როგორც აღმოჩნდა, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ან რაღაც ბარიერების გარეშე, იგივე GSP Plus-ის მეშვეობით, მაგრამ არ ვიყენებთ. და ეს ბატონო გიორგიმას თქვა, ქალბატონმა და ამ პრობლემის გადაწყვეტის რა გზას გვთავაზობენ, რომ ეს რეგულაციები დავიმკვიდროთ აქა. ეს რას უშველის, ანუ თუ პატარა კომპანიების პატარა ნაწილს არ შეუძლია და არ უნდა მოიყვანოს თავისი პროდუქცია შესაბამისობაში ევროპული სტანდარტებისადმი, რომ იქ გაიტანოს, დანარჩენ კომპანიებს თუ იგივეს ვაიძულებთ, ამით ვის დავეხმარებით არ მესმის. ანუ მე თუ არ მაინტერესებს ევროპის ბაზარი და ვაკეთებ ლიმონადს, რატომ უნდა ვაწარმოებდე ლიმონადს ევროპული სტანდარტით? აი ეს არის შეკითხვა. ხო, ისა იმისა ევროპელი ვარ თუ არა, კარგი ხარისხის ლიმონადი. აირჩიეთ, რომელიც იყოს ორივე და თქვენ დალიეთ ის, რომელიც თქვენ გინდათ და მე, რომელსაც არ მაინტერესებს ეს ლიმონადი რა სტანდარტებს შეესაბამება, მე დავვლევ იმას, რომელიც იაფია. მე მყავს ბებია, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს, როგორ უნდა გაარჩიოს კაი და ცუდი ლიმონადი და ის ლიმონადს რო ყიდულობს, ის მარკეტში უნდა იყოს დაცული. ბატონ ვახტანგ, მოდი უპასუხეთ. მე მგონი რახან თემა მოიტანა, მოდით GSP Plus-ზე ასე ვთქვათ, შემოსაზრებას გეტყვით. ხა, მართლაც არსებობს ესეთი დილემა, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თუ გვაქვს GSP Plus-ი და ამასაც ვერ ვიყენებთ სულად. მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ვიყენებთ, თუ ნახავთ ჩვენ სავაჭრო სტატისტიკას, ევროკავშირთან ჩვენი ვაჭრობის წილი იზრდება და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი თუ ავიღებთ ევროკავშირს როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცეს, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირია. მეორე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, აქვს განვითარებული ინტუიცია ბიზნესმენებს და ჩვენზე უკეთესად, ვიდრე წარმოგვიდგენია. საგარეო ვაჭრობის წილი წინა წელთან შედარებით გაიზარდა თუ დაიკლო? გაიზარდა. ექსპორტიც გაზრდილია, ევროკავშირის წილიც გაზრდილია. მათ შორის ექსპორტიც გაზრდილია და იმპორტიც გაზრდილია. ექსპორტი უფრო გაზრდილი, ვიდრე იმპორტი. შარშადელ მონაცემებს თუ ავიღებთ. მაგრამ GSP Plus აქვს ერთი დიდი პრობლემა. ის
მისი განახლება ხდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ბიზნესმენი, რომელმაც მილიონობით ინვესტიცია უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მისი პროდუქტი გახდეს ევროკავშირის ბაზრის შესაბამისი და რომელმაც არ იცის ან არ არის დარწმუნებული, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში GSP Plus-ის ასე ვთქვათ, პრივილეგიები მასზე გავრცელდება. ცხადია, არ გადადგავს ამ ნაბიჯს. ამასთან შედარებით თავისუფალი ვაჭრობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიზნესმა გააკეთოს ბევრად უფრო გრძელვადიანი გათვლა და ინვესტირება უფრო გასაგებ სამართლებრივ გარემოში. ამდენად ესე პირდაპირ აღება, რომ რახან GSP Plus ასე ვთქვათ, ვერ ვიყენებთ, ესე იგი თავისუფალ ვაჭრობასაც ვერ გამოვიყენებთ, მე მგონი არ არის ასე ვთქვათ. ბატონო, შეკითხვა მინდა დაგისვათ. წარმოდგენილი არის რეკომენდაციები, რომელსაც ნაწილი ამ სფეროში მომუშავე ადამიანს არ ეთანხმებიან, რომ ფიქრობენ, რომ ძალიან მკაცრია თქვენ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს, რომ ცოტა შერბილდეს თქვათ ეს წინაპირობები. მოდით, ჯერ ერთი ვთქვათ, რომ ევრორეგულაციებზე განსხვავებული აზრი არსებობს თვითონ ევროკავშირშიც. ევროპარლამენტში არის ისეთი ევროსკეპტიკოსების ფრაქცია, რომ ამ ასე ვთქვათ სტუდიაში შეიძლება ეგეთი ევროსკეპტიკოსები ვერ მოიყვანოთ. ამიტომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირად ფასდება. ცხადია, მთელი მოლაპარაკებების ბუნებაც ეს არის, რომ რა თქმა უნდა არსებითი ხასიათის საკითხებზე მოლაპარაკება ვერ შედგება, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული მოცემულობა, რომელსაც ან უნდა დაეთანხმო, ან არ უნდა დაეთანხმო, მაგრამ მეორე მხრივ თუ როგორ იქნება ეს განხორციელებული საქართველოში და საქართველოს კანონმდებლობაში, ცხადია აქ გარკვეული ლუფტი და მანევრი არსებობს და სწორედ ამაზე ვართ მომართული, რომ ეს რაც შეიძლება ასე დავარქვევ, ელეგანტურად იქნეს დანერგილი საქართველოს კანონმდებლობაში. თვითონ ევროკავშირსაც რომ შეხედოთ, ხო? ევროკავშირის კანონმდებლობით მოქმედებს მაგალითად ორი ისეთი განსხვავებული ქვეყანა, როგორც არის მაგალითად ესტონეთი და რო ავიღოთ თქვათ მეორე მხრივ პორტუგალია. ორივე შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ საკმაოდ თუ არ ვიტყვი რადიკალურად ჩვენი მაყურებლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობაში სხვა სახელმწიფოებიც მოიაზრებიან. ყველასთან მსგავსი წინაპირობები არსებობს. არსებითად წინაპირობები არის ერთნაირი. რა თქმა უნდა, გარკვეული სპეციფიკა არსებობს ქვეყნების მიხედვით, მაგრამ არსებითად არის ერთნაირი წინაპირობები. გასაგებია. ერთის დავამატებ უკაცრავად. კი ბატონო და შემდეგ ბატონო. მე მგონი ჩვენს რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებრივ რიტორიკაში უნდა ვეცადოთ, რომ უბრალოდ სწორი ტერმინებით ოპერირება მოახდინოთ. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით მონოპოლიური საქმიანობა არ არის აკრძალული. სანამ არ ირღვევა კანონი, ბატონო ვახტანგ. სანამ მისი ბოროტად გამოყენება არ ხდება, ამიტომ ამ ტერმინს ასე ვთქვათ, აბუჩად ვავიგდებ. მეორე მხრივ, საერთოდ ამოღებულია ესეთი ტერმინი, როგორც არის ანტიმონოპოლიური საქმიანობა. ამას ეწოდება კონკურენციის ასე ვთქვათ რეგულირება და ის კონკურენციას კი არ თრგუნავს, რომ ვთქვათ რაღაცა ან მოხდეს ან არ მოხდეს. ის უბრალოდ ფხიზელი თვალია ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ სახელმწიფოსი და შესაბამისი სტრუქტურების კონკურენციის თქვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია არ მოხდეს. აბსოლუტურად სწორი ხართ, რა თქმა უნდა, გეთახმებით, რომ ამბობია, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური, როგორც ესე ბჭყალებში უძახიან, გამოვა ბაზარზე და დაიწყებს ფასების დარეგულირებას, რომ ვიღაცამ ასე გაყიდოს პროდუქტი თუ ისე გაყიდოს. მონოპოლი, ანუ იგივე დომინანტური მდგომარეობა გასაგებია, რომ თავისთავად არ არის უკვე დანაშაული, მაგრამ ბატონი ამბობდა იმას, რომ აქ საქართველოში ხდება ბოროტად გამოყენება ამის. ასე რომ ბატონმა გიორგიმ რაც თქვა ეხლა, რაღაც აზერბაიჯანული მსხვილი კამპანია შემოდის ბაზარზე და გასაგებია, რომ ლოკალურ ფქვილის მწარმოებლებს თუ გამყიდულებს პრობლემები ექნებათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის დიდია, ბევრი ფული აქვს, შეუძლია ფასები დაწიოს და ასე შემდეგ. ეხლა ანტიმონოპოლიური ამას როგორ დაეხმარება, მე არ მესმის. ანუ ერთადერთი საშუალება დაიცვა ის ხალხი არის პროტექციონიზმი და ეგ კიდე უარესია. ანუ ეგ სადამდე მიგვიყვანს კაცმა. გიორგი, რა შეხედავთ გამოსავალს ამ შემთხვევაში? აქ ცოტა სხვაგვარად წავიდა რაღაც საუბრები. პირველი რაც მე გადაწყვეტილად შემიძლია თქვა, აქ თვითკრიტიკის დრო ამ შემთხვევაში თუ 99% ჩემი ეთერის მიწევს ბიზნეს ინტერესებზე სასაუბროდ, ასე ვთქვათ, რაიმე საპირწონედან თუ GSP Plus-ი მანამდე არსებობდა და ეხლა
ამის გაგრძელება არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მე ამ კუთხით ნამდვილად არ მომიაზრებია. ჩემთვის არის საუბარი, რომ უბრალოდ ყველაფერს ამ ქვეყანაში დაერქვას თავისი სახელი. მათ შორის თუ საჭირო გახდა შემოწმებებს სადაც. უბრალოდ ჩვენ ალბათ მე ყოველ შემთხვევაში ამისგან თავისუფალი ვარ, იმიტომ რომ ამ კუთხით არანაირი თქვა რაიმე ტიპის დატვირთვა არც ექსპერტული, არც პოლიტიკური, არც პარტიული არანაირად არ მაქვს. უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ და აბსოლუტურად მიზანმიმართულად ჩვენ ვიცოდით, რომ ეს 2011, 12 ან 9 წელში მოხდებოდა, აშენებდით იმ ტიპის სახელმწიფოს, რომელიც მთლად ბოლომდე სინქრონიზაციაში ამ ეგრეთ წოდებულ ევროპულ სტანდარტებთან და შემოთავაზებებთან არ იქნებოდა. ეს არის აბსოლუტური ისეთი მომენტი, რომ 5-6 წლის განმავლობაში არსებობდა ის გარემო ლიბერალური საიმისოთ, რომ რაღაცა მიმართულებები განვითარებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა თუნდაც ბიზნესს ამ შემთხვევაში აკონტროლებ რაღაცა მიმართულებით და ამას აკეთებს ერთი ან ორი კონკრეტული უწყება, რომელსაც თავისი სახელი ქვია. მე ვერ ხედავ მაშინ პრობლემას, რომ ეს ყველაფერი მაშინ უკვე ლეგალურად მოხდეს. თუმცა შემამოწმეს რაღაცა მიმართულებით და ეს გააკეთა მაგალითად პირობითად დღეს კონტროლის პალატამ, იუსტიციის სამინისტრომ, პროკურატურამ და რაღაცა კუთხით თაღლითობაში დამდობრალი, რეალურად იმ თაღლითობის უკან არის ჩემი დანაშაული რაღაცაზე, სურსათის უნებლობაზე და რაღაცა ამ მომენტზე, თუ რა ვქნა, ალილუია, თურმე 1 იანვრიდან ახლა რაღაცა შემოწმება ამ კუთხით დაიწყო და მე ამ კუთხით იმას აღარ შემოწმებიან. ბიზნესი ყოველთვის ივლის საიმისოთ, მე ვამბობ, ერთი აღებული ბიზნესმენი გიორგი ისაგადა, ყოველთვის შევეცდები, რომ ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც მოვკიდებ ხელს, იქ ვიყო დომინანტი. ბიზნესი ყოველთვის შეეცდება კანონის ფარგლებში გადაიხადოს ნაკლები გადასახადი. ოღონდ ადეკვატურად უნდა მომექცეს სახელმწიფო იქიდან მხრიდან. საიმისოთ, რომ კანონის ფარგლებშიც გადამახტევინოს გადასახადები და ჩემი დომინანტური მდგომარეობა არ იყოს ბოროტად გამოყენებული. მაგრამ დაუსვათ ერთი წამი ჩვენ თავს კითხვა. ჩემი ერთ-ერთი ყოფილი ბიზნესთაგანია, რომელიმე ქვეყანაში, ევროპულში სცადეთ შაქრის შეტანა. სცადოთ ექსპერიმენტი გავაკეთოთ. მარტო ტარიფები არაზე თამარი საუბრობდა, კვოტები კონკრეტულ ქვეყანაზე. ჩვენ უბრალოდ შევქმნით აბსოლუტურად ღია ტიპის ეკონომიკა, რამაც ძალიან სერიოზულად წაწია გარკვეული მომენტები წინ, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ამ ყველაფრის უკან იყო ბიზნეს მენტალიტეტი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით პრევალირებდა ადამიანებისთვის ამ სფეროში, ბევრისთვის ხელის ჩამოშვების ტოლფასი იყო, მათ შორის ისეთი ქვეყნის დაკეტვა, როგორც რუსეთია. მათ ვერ გადაუხარშავთ. ინდონეზია გაზარმაცებული იყო წლების განმავლობაში ეს ტვინი და მენტალიტეტი, რომ ამ ტიპის ბაზრები არის ჩაკეტილი. უცბად დასჭირდა დივერსიფიცირება, ამის ფული არ არის, ფულს რა უჭირს? ჯერთი უჭირს, არ არის ისედაც, მაგრამ სხვა რამე ჭირდება ამას. არც ეგ არ არის, ანუ ელემენტარული გასაქანი მენტალობა, მოქნილობა. და დღეს მოდივარ ჩეხებაში რეგულაციებთან თუ წინაპირობებთან, რომელიც ვაპატიეთ რა ეხა მე მიყვარს კონკრეტული მაგალითებით საუბარი და წეხან ბატონიკას იგივე ქულთან მიმართებაში, იმიტომ უპასუხე კონკრეტული თემით, მაგრამ წეხან საკითხი დაისვა, გადის თუ არა რაიმე ევროპაში. ასევე მომყავს კონკრეტული წარმოება, მაგალითად. ციფრებში ბატონ ახტანგს ვეთანხმები, აშკარად გაზრდილი არის სტატისტიკა GSP+-ის სასარგებლოდ. საკონსერვო წარმოებების სტატისტიკას თუ ვინმე გადახედა ბოლო პერიოდში. ვინმე თუ ნახა გორის საკონსერვო წარმოებები, კონკრეტული ჩვენთვის საყვარელი ბრენდები, მათ შორის ვიტყვი ერთ-ერთ სკულას. რითი დაიწყო ამ წარმოება? დაწყებული არის ერთ-ერთი კონკრეტული ევროპული ქვეყნით, გერმანიით, მიზერით. ვაგონზლვის საწყები აფსებდნენ. დღეს ქართულ ბაზარზე შეიძლება ზოგიერთი ამ ტიპის კომპანიებიც ისეთი ჩამოთვალო, ისეთი ინტერესი არ ქონდეს ქართულ ბაზარზე, როგორც ექსპორტზე მიაღწიეს რაღაცას. მაგრამ მაშინ ბოდიში მე ეჭვმეპარება, რომ ან სხვა ბიზნესის მესვეურებს, ან GSP+-ი ცოდნოდათ, იმიტომ რომ ამას 8 წლიანი ტრადიცია აქვს, ან სხვა რამ. მენტალურიც არის ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ თუ ამ ყველაფერში შევძლებთ რომ რაღაცას თავისი სახელი ყველაფერს დაერქვას, იქნება ეს მონოპოლია თუ სხვა რამ, კარგი იქნება. გასაგებია, ბატონიკა, ხედავ თუ არა გამოსავალს იმაში, რომ ერთის მხრივ ევროკავშირთან, ანუ შესრულდეს ეს წამოყენებული წინაპირობები, მეორე მხრივ ქართულ ბიზნესსაც არ მიადგეს ზიანი. აი ძალიან მოკლედ შევეცდები გიპასუხოთ. ეს იგი აქ რა თქმა უნდა იყო საუბარი ბიზნესის პოზიციიდან, იყო საუბარი ჩოლური მოხმარებლის პოზიციიდან, ვის რაში აძლევს ხელს ეს ხელშეკრულება თუ შეთანხმება და რა თქვა შეიძლება იყოს დამავკვლელი და ასე შემდეგ. მე ამ შემთხვევაში გამოვდივარ წმინდა წელს ასე თქვა პოლიტიკური პოზიციიდან. ჩემთვის მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პირობები,
ეკონომიკური, იყოს დასაქმება, იყოს ქართული ბიზნესი პრივილეგირებული თუნდაც პროტექციის ქვეშ, ეს ცალკე საკითხია და დიდი სადავო თემა, ამას შევეშვით ახლა ძალიან დეტალებში შევალთ. და ქართული მომხმარებელმა მიიღოს ისეთი პროდუქცია, როგორცაც იღებს, მომხმარებელი მაგალითად ათენში ან ბუხარესტში. ეს არის ჩემი ამოცანა. ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ შემიძლია თითქოს კიდე ძალიან მომეწონა ეს მიდგომა. ჩვენთვის თუ ამოცანა არის ის, რომ მაგალითად Intel-მა გახსნას აქ რეალურად გახსნას თქვა მიკროპროცესორების პატარა ქარხანა და იქ უკვე დამზადებულია მალაიზიას ნაცვლად გაჩნდეს წარწერა დამზადებულია საქართველოში, ეს მართლა ძალიან დიდი მიღწევა იქნება თუ როდესმე ჩვენ გვეღირსება. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მართლაც უნდა განისაზღვროს რითი ხდება მიმზიდველი ეს ქვეყანა Intel-ისთვის. იმითი რომ ნორმალური შრომის კოდექსია, იმითი რომ ვთქვათ, მას შეუძლია დაიცვას თავისუფლები სამართლიან სასამართლოში, იმითი რომ მას ექნება ნორმალური პირობები, თუნდაც საკანონმდებლო პირობები, მისათვის რომ ვთქვათ, არ მოხდეს მისი და ამის ეს ყველაფერი თუ ჩამოყალიბდა, მაშინ კი ეს იქნება ევროპული არჩევანი. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ჩემი პირადად, ჩემი როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიზანი იქნება მიღწეული. მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეს ყველაფერი არ ხდება, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, მაშინ, როდესაც ძირითადად ადამიანები კერძო ბიზნესი აგებს სახელმწიფოსთან ნებისმიერ ადმინისტრაციულ დავას, მაშინ, როდესაც პროკურატურა არის აშკარად ჩართული ბიზნესმენებთან ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის მიერ მიწერილი წერილით ხაფანგში აგდებენ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ბიზნესმენს და შემდეგ უკვე ციხეში უკრავენ თავს და ამაზე მე უკვე ფუჭდება ყველანაირი ურთიერთობები ეკონომიკის მინისტრს კარებს უკეტავენ უკვე ამ ძალიან ძლიერ სახელმწიფოში ჩასავს. ეს ყველაფერი არ ქმნის ნამდვილად ჩვენ ევროპულ არჩევნებს და ეს ყველაფერი რაც არ უნდა გადასარევი სტრატეგიები შევქმნათ, გავიწაფეთ ამ სტრატეგიების წერაში, მართლა კარგად გამოგვიდეს, ზუსტად ვიცით რა უნდა ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს იმას ვაკეთებთ რა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ გაგვიღებს არც ევროპული ბაზრის კარებს და უფრო მეცაც გეტყვით, აი არც ბიზნესის ინტერესებში არ არის ეს, არც მომხმარებლის ინტერესებში არ არის, თლად ეროვნულ ინტერესებში არ შედის, ის სადაც ჩვენ ვაპარაკობთ. ეს ყველაფერი დაემსგავსება ძალიან სწორად 2-5 წელი ვილაპარაკებთ და მაპივით ბოლოს ეს ყველაფერი ისე ჩაინაოლება და როგორც იყო გადაჭარბებული წარმოდგენები, რომ ხვალ შევდიოდით ნატოში, დღეს უკვე ყველა ხდებოდა, ეს არის აბსოლუტურად შეორეული პერსპექტივა, ნატოსაც იქნა პარალელი ვალებული, ძალიან სწორად, აი ესე ლაპარაკში დამთავრდება ეს ყველაფერი. აი ეს არის ჩემი ძალიან ასე ვთქვათ კონკრეტულად მოკლედ ის თქვა. გასაგები ბატონ ზურაბ. პატარა რეპლიკას გავაკეთე და შემდეგ ბატონ ზურაბ. ნატოში მე მგონი იმიტომ არ ვერ მოვხვდით ჯერ რომ საქართველოს მომზადებლობა არ ყოფილა მიზეზი და თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს. რატო არ ვართ დღეს ნატოს წევრი. მეორედ, ჩემი რჩევარი ვინმესგან წერილს რომ მიიღებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც შეიძლება ეს წერილი იყოს, ნუ ეცდებით რომ ვინმე მოგრთამოს. ნუ ეცდებით. არც ერთი წერილი არ არის ამის ინდულგენცია. ნატოსა და ასე ვთქვათ, ვისარგებლებს არა, მესმის, მაგრამ შეკითხვა მინდა დავსვა, რახან ვთქვათ ახსენეთ რაღაც გარე ფაქტორები, თუნდაც რუსეთი, ხო? მე შეკითხვა მინდა დაგისვა, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წინაპირობები გაჩნდა სწორედ იმიტომ, რომ გადაწყდეს ჯერ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების საკითხი და შემდეგ შეიძლება ეს წინაპირობები ან შერგილდეს, ან მოიხსნას. ხსმენია თუ არა ამ ვერსიის შესახებ და რა შეგიძლია თქვათ? რა თქმა უნდა, ცხადია ეს პოზიცია ესეთი, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოსთვის ვაჭრობის ხელშეკრულების გახსნა ან დახურვა რაღაცნაირად პირდაპირ კავშირშია რუსეთის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გატევრებას, ცხადია ესეთი რამ არ არსებობს, მაგრამ მოვლენების გარკვეულმა განვითარებამ გააჩინა საფუძველი, რომ ესეთი აზრი არსებობდეს. და ესეთი აზრი არსებობს როგორც სამთავრობო ნაწილში საქართველოსი, ისე მე მგონია მთავრობის გარეთაც. თუმცა მე ძალიან მინდა რომ ჯეროდეს რომ ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთან და ასე ვთქვათ, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ერთ და იგივე ადამიანი იღებენ, ასე ვთქვათ, მათ გონებაში, ასე ვთქვათ, ამ ორ გადაწყვეტილებას შორის არის ჩინური კედელი და ერთი მეორეზე გავლენას არ მოახდეს. მე ამის მინდა რომ ჯეროდეს და იმედი მაქვს რომ გინდათ თუ გჯერათ რომ ეს ნამდვილად მინდა რომ ჯეროდეს, უბრალოდ მინდა რომ ასევე დავინახო პრაქტიკული გამოხატულება ამის. ბატონ ზურაბ, თქვენს გჯერათ თუ გინდათ რომ გჯეროდეთ, რომ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არ არის. სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებასა და საქართველოს
არ ვიცი, ჩემი მხრიდან მე მგონი რაღაც სპეკულაცია იქნება, რომ მაინც და მაინც დავაკავშირო, ან მაინც და მაინც უარყო. შეიძლება არსებობდეს რაღაც კავშირი, შეიძლება არ არსებობდეს. მე სხვა რაღაცაზე მინდა კომენტარის გაკეთება, ჩაუბარი იყო იმაზე, რომ რაღაც სხვა ტიპის პრობლემები არის, რომელიც ხელს უშლის ასევე ეკონომიკის განვითარებას. ცხადია, სხვა ტიპის უამრავი პრობლემა არის, ამაზე მე მგონი არავინ არ გამართოთ. პრობლემების მეტი რა არის? ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ცხადია პრობლემები გვაქვს. თუმცა მთავარი რა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს სწრაფად, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ, რაღაც თუნდაც გამდიდრდეთ ესე ვთქვათ, რაც თავისთავად მოყვება შემდეგ ხალხის დასაქმება და შემდეგ ამისთვის გამოსავალი არის ერთადერთი. ჩვენ გვჭირდება კაპიტალის მოზიდვა. ჩვენ არ აქვს კაპიტალი. უნდა მოვიზიდოთ ყველა შემთხვევაში. თავისთავად ყველაზე დიდი ბარიერი არა თქვათ არის ისინი რაც ჩამოთვალეს აქ, იმიტომ ისინიც არის ცხადია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითონ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ბაზარი. და ჩვენ გვჭირდება რაღაც გასაგების ბაზარი, სადაც შეიძლება გავიდეთ. ესეთი არის ერთ-ერთი ევროკავშირი, თუმცა არ თქვათ იგივე აშშ, სადაც რაღაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაზე არის იქაც საუბარი საქართველოს დამიმართებაში და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ ბაზარზე არავინ არ ამბობს, რომ აქეთკენ არ უნდა მივისწრაფოთ, უნდა მივისწრაფოთ. უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ საბოლოო ჯამში რისთვის მივიდივართ იმის, რომ რაღაცეები გავაკეთოთ და გავყიდოთ. და ეს რაღაცები რომ გავაკეთოთ და გავყიდოთ, ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. თუ ჩვენ ისე შევზღუდავთ ჩვენ ბაზარს იმ რეგულაციებს შევიღოთ, როგორიც არის ევროკავშირში და რამაც დაუპირისპიროს მიიყვანა უკვე ამის ევროკავშირი და რა პრობლემებიც არის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ჩვენ ხედავთ ამას, ხო? მაშინ არანაირი აზრი არ ექნება, რომ არავინ აქ არ დაიწყებს არაფრის გაკეთებას. არავინ აქ ფულს არ შემოიტანს. თუ იგივე რა აზრი რატომ უნდა შემოიტანოს აქ და რატო არ შეიტანოს მაგალითად რაღაც ჩეხეთში ან თუნდაც იგივე გერმანიაში. თუ თვითიღრებულება დაუჯდება იგივე, რა აზრი აქვს ამას? მეორე რაც კომენტარი მინდა რომ გამეკეთება ძალიან მოკლე მონოპოლიებზე, რადგან რამდენჯერმე შეეხნა ამ თემას. მონოპოლია ზოგადად თავისუფალ ბაზარზე ზოგადად მონოპოლია არ არსებობს. საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, თუ არსებობს თავისუფალი ბაზარი. ნებისმიერ ბაზარზე მონოპოლია არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა არის გარიგებული სახელმწიფოსთან. ანუ სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ მონოპოლია. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ საქართველოში არის მონოპოლია, მე არ ვიცი რაღაც კონკრეტული მაგალითები მაინც ძალიან ხშირად სმენია ეს, მაგრამ კონკრეტული მაგალითების მოყვა როგორც წესი უჭირთ ხოლმე. თუ ჩვენ საუბრობთ ესეთი მონოპოლიები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცები არიან სახელმწიფოსთან გარიგებული. აი ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს დამატებითი კიდე რაღაც ახალი სახელმწიფო სტრუქტურის, ახალი ბიუროკრატიის შექმნას, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ ჩვენი გადასახადებით. ეს ბიუროკრატია ვერაფერს ვერ იზავს. თუ დღეს არსებობს ეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა ხელს აფარებს, ანუ სახელმწიფოს ვიღაცა ბიუროკრატი მაგალითად ამდენ ვიღაცას ხელს აფარებს და ამის გამო არსებობს რაღაცა მონოპოლია, მე არ ვიცი რომელი, მაგრამ მაინც თუ ამაზე არის საუბარი, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა დამატებითი ბიუროკრატიის სტრუქტურა ამას ვერაფერს ვერ უზავს. აზრი არ აქვს, უბრალოდ გაჩნდება კიდე ერთი რაღაც სტრუქტურა, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ. მეტი არაფერი, ან დააჭრება ისევ ჩვენ ეკონომიკას. და ინტელექტუალურ საკუთრებას გავაკეთებ ძალიან პატარა კომენტარს, უბრალოდ შემდეგ ინტელექტუალურ საკუთრებას გავაკეთებ. ხო, აი უბრალოდ წარმოვიდგინოთ რაზე არის საუბარი. თქვენ რომ წარმოგიდგინოთ ჩვენ რამდენიმე წლის, თქვა 10 წლის წინ, 15 წლის წინ, თქვა აი ბატონო მიშა მახსენა რაღაც კომპიუტერული პროგრამები. რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ქონოდა ეგეთი ვალდებულება, რომ ერთ-ერთ კომპიუტერზე ვერ დავაყენებთ, მაგალითად Microsoft-ის ერთ-ერთ პროგრამას თუ არ გადავიხდიდით, ერთ კომპიუტერზე ერთ პროგრამაში დაწყებული რაღაც $500-დან მაშინ საქართველოში კომპიუტერები აღარ იქნებოდა. წარმოვიდგინოთ რა, ანუ მაგალითად ახალი თაობას დღეს რა არის, ახალი თაობის სოდნა კომპიუტერული პროგრამების და რა იქნებოდა ეს რო გაგვეკეთებინა. ანუ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი ხა რეალურად თუ შეხედოთ რა არის, რომ ვიღაც Bill Gates-ის რაღაცა კონკრეტული რაღაც ბიზნეს ინტერესები დავიცვათ, თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალგაზრდა თაობა მიცოდეს კომპიუტერთან მუშაობა, თუნდაც MS პროჯექტის რაღაცა ოჯახის რაღაცა პროგრამების გამოყენება, რა უფრო მნიშვნელოვანია. გასაგებია, მაგრამ ამ ეტაპზე არის ესე, რომ სახელმწიფოს აქვს აღებული ეს ვალდებულებები და სრულდება ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ასე ამბობს, მაგალითად სურცათის უმნებლობა და მე მინდა დავით გობერიძეს ვთხოვო კომენტარი. ბატონ დავით, რა გაკეთდა კონკრეტულად თქვენ სფეროში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის მოთხოვნებთან? ძირითადი მოთხოვნა, რაც ევროკავშირს ჰქონდა, ეს იყო შეჩერებული მუხლები კანონში, რომელიც ითვალისწინებდა სურსათის წარმოებელ საწარმოების ინსპექტირებას. როგორც იცით, 2010 წელს ეს პუნქტები ძალაში შევიდა და დაიწყო სახელმწიფო ინსპექტირება იმ საწარმოებში, რომლებიც აწარმოებენ სურსათს ან სურსათს იმ ცხოველებისათვის, რომლებიც გამოიყენება შემდეგ ადამიანის სურსათში. 2010 წელს დაიწყო ესეთი ბიზნეს ოპერატორების რეგისტრირება. ივნისის თვეში დაიწყო უკვე ინსპექტირება, 51 საწარმოო დაექვემდებარა ამ ინსპექტირებას, რომელსაც ძირითადად საქონელი გაქვთ ევროკავშირის ქვეყნებში. წელს უკვე აბსოლუტურად ყველა კომპანია ექვემდებარება ინსპექტირებას და ამ ეტაპზე 55 საწარმოო ინსპექტირება. ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება ინსპექტირება. არსებობს სტრუქტურა როგორია, ვთქვათ, იქ მიდიან პირდაპირ ესე გაუფრთხილებლად, თუ ჯერ აფრთხილებენ და შემდეგ მიდიან. ეს არის გეგმიური ინსპექტირება, ანუ მას აფრთხილებენ ბიზნეს ოპერატორს, რომ ის დაექვემდებარება ინსპექტირებას.
მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ეს გეგმა წლის განმავლობაში, სადაც იწერება როგორც ინსპექტირების ტიპი, ისე რამდენი საწარმო უნდა დაექვემდებაროს ინსპექტირებას. ეს რამდენად შედეგიანია ბატონ დავით, როდესაც თქვა საწარმოს წინასწარ აფრთხილებენ, რომ მოვალთ თქვენთან, შეგამოწმებთ, შეიძლება საწარმო იმ კონკრეტული მომენტისთვის მოემზადოს, მაგრამ შემდეგ როდესაც გავა დრო, შეიძლება ისევ რაღაც დარღვევებს კონდეს ადგილი. ზოგადად მოთხოვნები არის ზოგადი ჰიგიენის წესის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო უნდა იყოს მოწყობილი ამ ჰიგიენის წესების შესაბამისად. ანუ იქ არ არის ლაპარაკი, რომ ერთ დღეს რაღაცა ესე გვერდზე ედება და მეორე დღეს ამას აიღებს. ანუ ზოგადად საწარმო სტრუქტურა მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებს. ინსპექტირების დროს ასევე გათვალისწინებულია, რომ მათ მიეცემათ რეკომენდაციები, რაც ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ანუ არ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული ჯარიმები. თავარი არის, რომ ბიზნესი ამისთვის ემზადება უკვე, ანუ ზოგი მზად შეხვდა ამას, ზოგი ემზადება, მათ ეძლევათ რეკომენდაციები, რომელსაც გონივრულ ვადაში მათ უნდა გამოასწორონ ის შეუსაბამოები, რაც აღმოაჩნდებათ. ანუ ერთგვარი გარდამავალი პერიოდი არსებობს, რომ ბიზნესს მიეცეს საშუალება, რომ ეს მოთხოვნები, ახალი მოთხოვნები, რომელიც არ იყო, დააკმაყოფილოს. ახლა საბოლოოდ არსებობს მომხმარებელი, თქვენ კითხვაზე, ანუ მე თუ რაღაცა თქვათ იმ მომენტში მოაწყეს, ევრორემონტი გააკეთეს, გავიდა ბატონ დავითის ინსპექცია და აღმოჩნდა თქვათ მომხმარებელი ხო არ? ნუ ყველა მომხმარებელს შეიძლება ისე არ გამომართლა, როგორ თქვათ მარიკას ბებიას, რომელმაც თქვათ ჰიპერაქტიული შვილიშვილი ყავს და ერთში კი არა 15 ჰიპერმარკეტში გაყვება და შეიძლება ცოტა უყურადღებო შვილიშვილი ყავს. ამ შემთხვევაში რა ქნას? აგერ არის ეს მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია ისევ დაუბრუნოს პრეტენზია ამ სახელმწიფო უწყებას, ან წავიდეს სასამართლოში. რატომ გონია რომ მომხმარებელი არის შტერი? ანუ მნიშვნელოვანია რომ ფილოსოფია არ არის გამოჭერაზე, ანუ ეს ინსპექცია ვერ იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენი ყოფილი ავტოინსპექციის მსგავსი, რომელიც ახლა შუქნიშნის წინ კი არ ედგა, შუქნიშნის უკან იდგა და უნდა რომ ასე ვთქვათ, ძღოლს დაერღვია. ანუ ამ ინსპექციის ამოცანაა რომ პრევენცია მოხდეს და ახლა ერთი დღისთვის ანუ პაწომკინის სოფელს ასე ვთქვათ საწარმოში ვერავერ მოაწყობს. გასაგებია ამ საკითხზე შემდეგ რაც შეეხება სურსათის უვნებლობას იქნება კიდევ კონკრეტული გადაცემა, მანამდე მინდა ვახსენეთ ინტელექტუალური საკუთრება და ქალბატონ ეკას მინდა სიტყვა მივცე, რა გაკეთდა თქვენ სფეროში იმისთვის რომ ევროკავშირთან შესაბამისობაში იყოს. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენი კანონმდებლობა არის სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაცია და რამდენიმე ახალი ცვლილება შევიტანეთ, ახალი კანონიც კი მივიღეთ დიზაინების შესახებ. საგულისხმოა, რომ ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს სამრეწველო საკუთრებას და საავტორო უფლებებს, ანუ ეს ორი სფეროა. პირველ ნაწილში ჩვენ არ აგვაქვს ისეთი პრობლემა და დიდად არ განსხვავდებით სხვა ევროკავშირის წევრებისგან, რაც შეეხება სასაქონლო ნიშნების დაცვას, პატენტებს, გამოგონებებზე და ასე შემდეგ. აქ საკითხი დგას საავტორო უფლებებზე ძირითადად და აქ უკვე ახსენეს კომპიუტერული პროგრამების ქურდობაზე ასევე. მხოლოდ ამ რეიტინგში არის საქართველოს ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში. დანარჩენი, რაც შეეხება სამრეწველო საკუთრებას, სასაქონლო ნიშნები, პატენტები გამოგონებებზე, გეოგრაფიული აღნიშვნები, აქ არის ძალიან ნორმალური სიტუაცია. ანუ ძირითადი პრობლემა ჩვენში არის აღსრულება. სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი, ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულები, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით. უბრალოდ ალბათ მოთხოვნა არის უფრო ევროკავშირის მხრიდან აღსრულებასთან დაკავშირებით რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა, ხომ არ არის რაღაც ხარჯები თქვენ? დაკავშირებული თქვა შეიძლება ადამიანს გაცილებით მეტი დაუჯდეს, ასე ვთქვათ, თავისი საავტორო უფლებების დაცვა. პოლიცია უნდა ყოველდღიურად ანუ ბაზრობებზე რეიდებით შედიოდეს, ანუ კონფისკაციას უკეთებდეს მეწარმეებს იმ მოპარული, იგივე კინოპროდუქცია, მუსიკები და ასე შემდეგ, ყველაფერს ამას ახსრულებდეს და სჯიდეს და ანუ სერიოზულ სანქციებს აკისრებდეს დამრღვევებს. თუმცა იგივე გაკეთება შეიძლება ინტერნეტით. არ არის აუცილებელი ბაზრობაზე. წარმომიდგენია პოლიციამ ეს რომ დაიწყოს რა მოხდა? ბატონი ნიკას პარტია რა დღეში ჩავარდება უკვე. რა დღეში არ ჩავარდება? გაიზრდება გადადგავეთ რომ გავრობა აღჭობს ბატონი ნიკას პარტია მაშინ მოახელისწულებაში ძალიან მარტივია. არა, ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი, ახლა გამახსენდა ამ პატარა საწარმოებზე, უბრალოდ სტატისტიკა არსებობს. ესტონეთი, ბალტიისპირეთი და პოლონეთი რომ მოახდინა ჰარმონიზაცია თავისი ამ კანონმდებლობის და აღსრულება დაიწყო, მათი მცირე საწარმოების ნახევარი ბიზნესიდან წავიდა. ანუ ზუსტად დაახლოებით 7000, მაგრამ ნუ
50%-მა დახურა ბიზნესი და დაანება საერთოდ. მარიკა თოიძეს სურს რაღაც თქმა და შემდეგ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით. ინტელექტუალურ საკუთრებას რაც შეეხება საკპატენტის თემაზე ის გამახსენდა. ეხლა ლატვიიდან ჩამოვიდა საკპატენტის შეფი და იქ იპოვა აღმოაჩინა იქაურ სუპერმარკეტში ბულგარეთის განყოფილებაში ჩვენი ღვინო. წესით, კანონმდებლობით, ჩვენი შეთანხმებით ქართული ღვინოები ადგილწარმოშობის არის დაცული და ბულგარეთთან რაღაცა პროცესებიც გვაქვს მოგებული და წესით ქინძმარაული და ხვანჭკარა, რომელიც არ არის საქართველოში ჩამოსხმული, ევროკავშირის ბაზარზე არ უნდა ხვდებოდეს და ბატონი ღვალაძე აი გუშინ მქონდა ზუსტად მაგ თემაზე ინტერვიუ, ჩამოვიდა ლატვიიდან, ჩამოიტანა 2 ბოთლი, $2 ნახევრიანი ხვანჭკარა, რომელიც იყიდება ჩვენი ნამდვილი ხვანჭკარის გვერდზე, რომლის ფასიც 3-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტია. და ეტიკეტი არ აქვს ქართული, მწარმოებელი ქვეყანა არ აქვს მითითებული ამ ეტიკეტს და ძალიან საინტერესო სიტუაცია, აი ხა ჩვენ, აი ძალიან მაინტერესებს, აი ევროკავშირთან არსებული შეთანხმება დაიცავს თუ არა ქართულ ღვინოს. 18 დასახელების ქართული ღვინო არის დაცული უკვე, რაც არის რატიფიცირებული შეთანხმება. კი ბატონო, უპასუხეთ, შემდეგ ინტელექტუალურ საკუთრებაზე რეზოს მინდა ვკითხო და შემდეგ დავასრულებ. უპასუხებს. ზოგადად ჩვენ პრეტენზიები ამ თვალსაზრისით შეგვიძლია გაგვაჩნდეს ევროკავშირთან, იმიტომ რომ ჩვენი ხელშეკრულება რა თქმა უნდა ძალაში არ არის შესული, იმიტომ რომ რატიფიკაციის პროცესს გადის გეოგრაფიული აღნიშვნების. თუმცა ეს უკვე ასე ვთქვათ, შეიძლება ჩაითვალოს გარდამავალ პერიოდად და კეთილი ნების გამოხატვის პირობებში მას ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვან. მეორე, რასაც ეს ისტორია მეუბნება, რომ რაღაცნაირი ჯადო თავისთავად ევროკავშირის რეგულაციებში არ არის, იმიტომ რომ მინდა გაიხსენოთ, რომ ლატვია ევროკავშირის ქვეყანაა და თურმე ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში უბიწო, ასე ვთქვათ, თუნდაც ამ შემთხვევაში ვერ არის. ასე რომ ერთის მხრივ კი ცხადია ჩვენ გვაქვს ეს პრეტენზიები, მეორეს მხრივ რაღაც ფეტიშიზაცია არ უნდა გავაკეთოთ ამ გარემოსი, რომ აი ეს თუ გვექნება, მე ყველაფერი კარგად ექნება და ბებია თქვენს არჩევანი აღარ ექნება. ბებია თქვენს არჩევანი მაინც ექნება. ფიქრობ რომ მარიკას ბებიამ აუცილებლად უნდა უყუროს ამ გადაცემას. ქალბატონო ეკა მოკლედ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ და შემდეგ ლატვიაში ასრულებასთან დაკავშირებით ლისაბონის შეთანხმების წევრი კი ვართ, მაგრამ ძალიან ცოტა ქვეყანაა და ლატვია არ არის წევრი. შესაბამისად ველოდებით რატიფიკაციას სწორედ რომ ყველა 27-ვე ევროკავშირის ქვეყანაში ასრულდეს ეს ჩვენი 18 ღვინის დასახელება და არ იქნას დარღვევები. გასაგებია ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ცალკე გადაცემაც გვექნება, ასევე იქნებით რა თქმა უნდა სტუმარი. რომ ანალოგიური პრობლემა ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც არის და ჩვენც ქონია შემთხვევები ღვინოსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ არის ესეთი ფაქტები რომ ქართული ბრენდები ღვინის დამახინჯებული სახელით, არასწორი ფორმულირებით, ეტიკეტით სამწუხაროდ დევს ევროპაშიც, ცენტრალურ ევროპის ქვეყნებშიც დახზე და იყიდება დაბალფასად. ასეთ შემთხვევებში არ ვილაპარაკოთ, მაგალითად გეოგრაფიულ აღნიშვნებზე ყველა აღმოსავლეთის პარტნიორის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ადვილად მოაწერა ევროკავშირთან ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ამ ცივილიზებული ურთიერთობის მოყრე. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით. დღესაც კი თქვენ ნახავთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, სადაც ესეთი დასახელებით იყიდება ალკოჰოლური სასმელები, როგორც არის შამპანური, კონიაკი. როგორც ვთქვით, შამპანურის და კონიაკიც არის საფრანგეთში დასახლებები და არა, მაგალითად, სადმე იალტის ახლოს. გასაგებია, ინტელექტუალურ საკუთრებასთან ძალიან მოკლედ ვიტყვი ისე იმავე კონტექსტში ამას ბევრჯერ იყო უკვე ნახსენები, იმავე კონტექსტში რაც თავიდანვე ვთქვი. თავისთავად ის რომ ქართულ ბაზარზე კონტრაფაქტული პროდუქციის წილი არის ძალიან მაღალი, ამას არანაირი ევროკავშირის რეგულაცია და მოთხოვნა არ ჭირდება. იმისთვის რომ ყველამ გავიაზროთ რომ ამას მართლა რაღაც ადმინისტრირების მექანიზმების ამუშავება ჭირდება. გასაგებია რომ ეს კრიმინალური საკითხი იქნება, პრობლემური საკითხი იქნება, გასაგებია რომ მაღალი კონტრაფაქტული პროდუქციის წილი ჩვენ კარგად ვისარგებლეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგივე კომპიუტერების მაგალითი იყო ნათქვამი, რომელიც მართლაც ძნელი წარმოსადგენია რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო კონტრაფაქტი ასეთი მაღალი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს არის კანონდარღვევა, რომელსაც რეაგირება ჭირდება და აქ მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნა არ არის ის გამსაზღვრელი, რის გამოც სახელმწიფომ რაიმე გაგიჩნდა გადადგას. მე ცოტა განვაზოგადებ ჩვენ საუბარს და უფრო მეტად გამარტივებულად აღნიშნო, რომ საბოლოო ჯამში
ჩვენ ხედავთ, რომ ეს ევროკავშირის რეგულაციები და მოთხოვნები რეალურად ჩვენ მოგვიწოდებს ვაწარმოოთ უფრო ხარისხიანი პროდუქცია, უფრო ძვირად, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ვაჭრობის და სხვა ურთიერთობებში, იქნებათ ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში, ვიყოთ უფრო ცივილიზებული, რაც დადგენილია, თქვათ, იგივე ევროპული დებულებები და საერთაშორისო კანონებით. და მე ვფიქრობ, ეს ხარჯად ღირს, ანუ ჯერ იგივე ხარისხიანი პროდუქცია უფრო მეტად შესაძლებელია ექსპორტის დროს იყოს კონკურენტუნარიანი და მეორე მხრივ თვითონ ქართველი მომხმარებლებისთვისაც ალბათ არ იქნებოდა ურიგო, თქვათ მეგვეღო უფრო ხარისხიანი პროდუქცია, საერთოდ ორიენტაცია აგვეღო უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე. ის შესაძლო შიშები, რაც დღევანდელი საუბრის დროს გამოიკვეთა, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და მოსალოდნელიც არის, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ალბათ უნდა რაღაც მომენტში გადავლახოთ, თუ გვინდა რომ გარკვეულწილად მართლაც ცივილიზებული და ნორმალური გასაგებია. ხომ არ გსურთ ვინმეს რამის დამატება და შემდეგ უნდა დავასრულებდი ბატონ ვასილის ნათქვამს. რასაკვირველია, ანუ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მე მგონი მთავრობაშიც კი, რომ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელში, ჯერთ ეს თავისუფალი ვაჭრობის არ არის, ეს არის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობა. ანუ თავისუფალი რო ყოფილიყო კიდე არა უშავს, მაგრამ ღრმა და ყოვლის მომცველი ნიშნავს რაღაცა ევროპული თან არა ევროპული ქვეყნების, არამედ ბრიუსელის მიერ მოფიქრებული რაღაცა რეგულაციების გადმოტანა საქართველოში. არაფერი შეიძლება ამის გაკეთება და პრობლემა არ არის, მაგალითად იგივე იმ მოხსენებაში რეკომენდაცია ესეთი, რომ კი უნდა შევასრულოთ, ოღონდ რაღაცა დროის მერე, ანუ არა ეხლავე, არამედ დროში უნდა იყოს გაწელილი, მაგრამ პრობლემა რაშია, როგორც ბატონმა ზურაბმა თქვა, ჩვენ საქართველოს იმის გარდა რომ თავისუფალი ეკონომიკა ვიყოთ და იაფი მუშახელი ყავდეს და დერეგულირებული ბაზარი იყოს, გასაყიდი საექსპორტოდ არაფერი არ აქვს რეალურად. ხა მართლა ბორჯომის და თხილის იმედზე ხო არ ვიქნები და თქვა ღვინის, ხო? ამიტომ და ეს რასაც ჩვენ ევროკავშირი გთხოვს, ფაქტურად ხელებს გვიგრიხავენ. ეს მიიყვანს ჩვენს ეკონომიკას იქამდე, რომ ის გახდება არაკონკურენტუნარიანი ევროპულ თუნდაც გლობალურ მასშტაბში. ეს არის პრობლემა. როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, მე არ ვიცი, იმიტომ რომ ევროკავშირთან ეს მოლაპარაკება ძალიან ამოიწურა ჩვენი დრო. დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. თავარი არ არის ხარისხიანი, რომ ყველას კონდეს ხარისხიანი პროდუქცია. თავარი არის არჩევანის თავისუფლება. იქნებიან ადამიანები და იქნება პროდუქცია, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იყიდიან უფრო მაღალი ხარისხის ეს თქვა პროდუქცია და იქნებიან ადამიანები, რომლებიც იყიდიან უფრო იავა და დაბალი ხარისხის პროდუქცია. თავარი არ იყოს თავისუფლება, ვიღაცებმა უნდა იყიდონ ზეიკიძის კალბასი და ვიღაცებმა უნდა იყიდონ შიხოფერის კალბასი. თავარი არის ეს, რომ იყოს არჩევანის თავისუფლება, ყველას კონდეს არჩევანის საშუალება. ვისაც უნდა ევროკავშირში გაიტანოს თავის საკონელი და აკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები. მაგრამ ეს არის კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობა. ამის არ არის საჭირო რაღაცა ზედმეტი სახელმწიფო რეგულირება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მომბრძანებისთვის. ძალიან ბევრი საკითხი დაისვა და ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე სწორედ უფრო კონკრეტულად უკვე ამ საკითხებზეც გადავალ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის და გადაცემის მესამე ბლოკში საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან 1955 წელი მესინის კონფერენცია შეთანხმება ერთიან ევროპულ საბაჟო კავშირზე, როგორ ჩაეყარა საფუძველი ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას 1957 წელი რომის ხელშეკრულება. გადაცემა ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია და წარმოგიდგენთ გადაცემის მესამე ნაწილს საინტერესო ისტორიული ფაქტები ევროკავშირის შესახებ ჩვენი კოლაჟი. მესინის კონფერენცია 1955 წლის 1 ივნისს იტალიის ქალაქ მესინაში გამართულ კონფერენციაზე 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიკრიბა. ეს ქვეყნები ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებლები იყვნენ. ამ შეხვედრამ საფუძველი დაუდო 1958 წლის ევროპულ ეკონომიკურ გაერთიანებას. ეს ქვეყნები იყო ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია და ბელგია. შეხვედრა ასევე სამოქმედო გეგმის მხედველობაში მიღებასა და ევროპული ინტეგრაციის განახლებას გულისხმობდა. 1954 წელს საფრანგეთმა უარი განაცხადა ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ბენილუქსის 3 ქვეყნის ნაციონალური ჯარების ევროპული თავდაცვის საზოგადოების ჩანაცვლებას გულისხმობდა. ამის შემდგომ ფოლოდისა და ქვანახშირის მწარმოებელმა ქვეყნებმა ყურადღება საბაჟო გაერთიანების შექმნისკენ მიმართეს, რომელიც სწორედ მესინის კონფერენციაზე დამუშავდა. კონფერენციის საბოლოო რეზოლუცია ძირითადად ასახავდა ბენილუქსის 3 ქვეყნის თვალთახედვას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის განახლებაზე მუშაობას გულისხმობდა. ბენილუქსის ქვეყნებმა ბენილუქსის მემორანდუმში წარმოადგინეს ევროპული ინტეგრაციის განახლების გეგმა, რომელიც საერთო ბაზრის იდეას ემყარებოდა. დაარსდა სახელმწიფოთა შორისო კომიტეტი, რომლის მოვალეობაში ეკონომიკური ინტეგრაციის მეთვალყურეობა და ევროპული საერთო ბაზრის დაარსება შედიოდა.
რომის ხელშეკრულებას იმავე ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას 1957 წელს მოეწერა ხელი. ამავე დღეს რომში გაფორმდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულებას თავდაპირველად ხელს აწერდა ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და საფრანგეთი. ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულება ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოგვიანებით რამდენჯერმე შესწორდა. ყველაზე არსებითი ცვლილებები 1991 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებამ შეიტანა, რომელიც 1993 წელს ამოქმედდა. ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების მიზანი ერთიანი ბაზრის შექმნა იყო. ერთიანი ბაზარი გულისხმობდა ერთიან საგარეო სავაჭრო ტარიფს, საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც საბაჟო კავშირის შექმნას ნიშნავდა. პირთა თავისუფალ გადაადგილებას და ასევე მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის. ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებისთვის ამ ეკონომიკური მიზნების განხორციელება მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაციის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსია გამოგვივიდა სტუდიაში. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად ერთი კვირით შეხვდებით ერთმანეთს მომდევნო 4 შაბათს საღამოს 22 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.